ასე ვთქვათ, ენერგეტიკის სპეციალისტი არა ვარ და რაღაც ეკონომიკური შეფასება მინდა შენი თქვენ განახული გითხრა და შემდეგ შეიძლება ეს დისკუსიის თემათაც გავხადოთ. Ani თავისი პრობლემა მე რაც დავინახე, რაც საერთო პრობლემაა, ყველგან და ეს არის ის, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არ აქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ხედვა ენერგოპოლიტიკის და აგრეთვე ენერგოპოლიტიკის ხედვა. ალბათ პირველი რიგში ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა ეს უნდა ყოფილიყო რაღაც ენერგოპოლიტიკის ძელვადიანი ხედვა ჩამოყალიბებულიყო და შექმნილიყო, ხო? მეორეც ვთქვათ, შევდივართ 21 საუკუნეა, არის ტექნოლოგიების ხანაა და ვაშენებთ თესებს რაღაცა მომდევნო 30 წლის ან 50 წლის პერსპექტივით, როდესაც ტექნოლოგიების შარა იცვლება და ვითარდება, შეგვიძლია ენერგოპოლიტიკაში უნდა იყოს ინოვაციური კომპონენტების სიჩქარე და ადიდადობის შემოსავალი. მე ძალიან მომეწონა თქვენი სიტყვა, სადაც პოლარიზმის სიჯანსაღე დავინახო. ის მართლაც არ არსებობს, რომ ენერგეტიკამ დაუშვათ გადაარჩინოს თან თქვენი სოფელი. ამას სჭირდება და სწორი სიტყვა იხმარეთ, ბრენდირება და ბრენდი იყიდება და არაფუძენი, ხო, დაუშვათ ამაზე არ წავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ნებისმიერ გინდა რა ჭავიღოთ, გინდა სვანეთი ავიღოთ, გინდა მაღალმთიანი რეგიონი ავიღოთ, ამას მაღალმთიანი რეგიონის კანონი კი არ გადაარჩენს სწორი მიდგომა, ტურიზმი, აგროტურიზმი, ქართული ბრენდის შექმნა და ასე შემდეგ. ან მის ილუზიაა, რომ ენერგეტიკული ამ პროექტების გარეშე თქვენი რეგიონი თითქოს და არ განვითარდება. მეორე მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, რომ ნებისმიერი ხელში ან რა არის დღეს ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქცია? უნდა იყოს პოლიტიკის შემუშავება და ღებულობთ სულაც, რომ თვითონ ენერგეტიკის სამინისტრო არის ის მოქმედი პირი, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებას. ანუ იმ ვალდებულებებს იღებს და აკეთებს, რაც არის უნდა კერძო ბიზნესის საქმიანობა. ფისკალურად, აი რეალურად ჩვენ საკმაოდ გვიგროვდება ფისკალური რისკები ბიუჯეტში, იმიტომ რომ ნებისმიერ ხუდონის ხელშეკრულებით შეიძლება თუ აღჭირდება ელექტროენერგია, მოცემულ მომენტში სახელმწიფომ უნდა მოახდოს მისი შესყიდვა, ხო? შესაბამისად, გავსი ტიპის ხელშეკრულებები და თუ ჩვენ კიდევ საუბრობთ გვინდა ენერგო თანამეგობრობაში შესვლა, ანუ ბაზარმა არეგულიროს ფასი და ზოგადად ბიზნესმა განავითაროს სექტორის გავსი ტიპის ხელშეკრულების გაფორმება, ფიქრობ 2014-დან აღარ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს გამომჭვირვალე ხელშეკრულების გაფორმება. ენერგეტიკას არის ისეთი ბიზნეს დარგი, როგორც სხვა დარგები და სახელმწიფოს როლი მაგ ხელშეკრულების გაფორმებებში. ფიქრობ, რომ საერთოდ უნდა იყოს ამოღებული და გვერდზე გაწეული. ხო, აი ეგ არის, ანუ ეკონომიკური კუთხით ეს არის რეალურად ჩემი შეფასება. დანარჩენი ამ იქნება ძალიან ბანალური, ალბათ ვთქვა, რომ მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ საუკუნეებია სწორედ თქვენ ცხოვრობთ იმ ადგილზე და თქვენი კეთეთ იცით, თქვენი რეგიონისთვის რა კარგი და რა გირჩევნიათ გაკეთდეს და როგორ გირჩევნიათ გაკეთდეს. ამ ჩვენი გუნდის პრინციპი ერთ მარტო გაკვეთასაც ვთქვით, ეს არის მაქსიმუმ მინიმალური ჩარევა სახელმწიფოსი ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაში, სამისად გავსი ტიპის ხელშეკრულებები არ გაფორმდება, გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვა აუცილებლად მოხდება აუცილებლად, იმიტომ რომ კომპანია სახელმწიფო არ უნდა უდევდეს კომპანიას ხელშეკრულებას, რომელიც ოფშორში არის დარეგისტრირებული და არ ვიცით იმ კომპანიის უკან ვიღაც. რა თქმა უნდა გადაიხედება და გასაჩერებელი ხელშეკრულების გაჩერდება, აქ ორი აზრი არ არსებობს. უნდა გაჩერდეს. მადლობა. ახლა მე მგონი